დახურულის ხტომა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 ბრალდებული საქმეს მოსამართლე ისევ ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში განიხილავს. დარბაზში არ დაუშვეს ოჯახის წევრები, პარალელურად საბადრაგო სამსახური ცდილობდა მედიისთვის ხელი შეეშალა რეჟიმის პატიმრების კადრების გადაღების დროს. სასამართლო დღეს სანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ ნირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რეზო კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის საქმეს განიხილავს. ცოტა ხნის წინ იქ რეზო კიკნაძე მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა, რადგან ის მას საუბრის საშუალებასაც კი არ აძლევს. კეთი ნადებაიძე აშუქებს ამ პროცესის იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოში. კეთი გვითხარი, რა ხდება ახლას ხტომაზე? ხტომა გრძელდება ნახევრად დახურულ რეჟიმში და ამ წუთებში დაცვის მხარე ან ბრალდებულების ადვოკატები კითხულობენ საკუთარი მტკიცებულებების ნუსხას და ასევე აყენებენ შუამდგომლობებს ბრალდების მხარის, ანუ პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ბრალდებულების ინტერესების დამცველები მაგალითად მოითხოვენ, რომ საქმეს არ დაერთოს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც წარმოადგენეს საქმისთვის პროკურატურის მიერ დაზარალებულად გამოცხადებულმა პოლიციელებმა. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს არ არის საგამოძიებო მოქმედებების და პროცედურების დაცვის ჩატარებული საექსპერტო დოკუმენტაცია. შესაბამისად, მას არ უნდა ქონდეს მტკიცებულების ძალა და ის არ უნდა დაერთოს საქმეს. ასევე ითხოვენ ამავე პოლიციელების ჩვენებების არ დაშვებასაც და არ დართვას საქმისთვის, რადგან მაგალითად ცოტა ხნის წინ ანდრო ჭიჭინაძემაც, ბრალდებულმა ანდრო ჭიჭინაძემაც და მისმა ადვოკატმაც ამ კონკრეტული ეპიზოდის შემთხვევაში განაცხადეს, რომ ვერც ერთი პოლიციელი საკუთარ ჩვენებაში ხელს ვერ ადებს ანდრო ჭიჭინაძეს. ისინი ამბობენ ჩვენებებში, რომ დაზიანებები მიიღეს აქციაზე, აქციის მონაწილეების მხრიდან, თუმცა არც ერთი პოლიციელი ჩვენებაში არ ასახელებს დამნაშავედ ანდრო ჭიჭინაძეს, ამიტომ თავად ბრალდებულის და მისი ინტერესების დამცველებიც მიიჩნევენ, რომ ასეთი პოლიციელების ჩვენებების საქმეს არ უნდა დაერთოს. დაუშვათ ჩინაკა საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რაც წარადგინა ბრალდების მხარემ, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თორნიკე მახსენა, არც მე და არც ერთი ადამიანი, ვისაც აქ ხედავთ, არც არის ნახსენები ამ გამოკითხვაში და აქედან გამომდინარე, როგორც პოლიციელები დაზიანდნენ აქციაზე, ისე დაზიანდნენ აქციის მონაწილეები და იგივე ლოგიკით ვიღაცა შეუძლია რომ დაგვაბალოს აქციის მონაწილეების ცემა პირობითად. რაც ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოქმნილი. თხოვნა მექნება პროკურორებთან, ანუ ყველა სიტყვა რომლის ფუძეც ყველა მე შეგეკითხეთ თქვენ ადვოკატის მიერ გაჟღერებული შუამდგომლობასთან დაკავშირებით პოზიცია ხონა პროკურორთან და ასე შემდეგ ამ ეტაპზე თხოვნა არ მექნება პროკურორებთან უბრალოდ ვიტყვი რომ რასთან დაკავშირებით ჩემს საქმესთან დაკავშირებით ეხება რა ის შუამდგომლობა რაზეც დააყენა ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიციებთან დაკავშირებით ანუ ყველა სიტყვა რომლის ფუძეც იქნება სროლა გამოიყენონ ჰაერში აკდება. ვინაიდან? აკავებს, დაბრძანეთ. რატო არ მასდით საუბარი? ეს არ ეხება. მე ხარ ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურად მოძალადა, იმიტომ რომ ჩემთვის გამოყოფილ დროში არც წინაზე და არც ახლა არ მომეცით საუბრის უფლება. ჩემთვის გამოყოფილ დროს მე როგორც მინდა ისევ წავმართავ. თუმცა ხალხსაც მოვყვებით, თუმცა მადრიდის რეალის შემადგენლობას ჩამოვწდეთ. თქვენ ბოლოს უნდა შეაჯამოთ და დაასწრეთ ჩემს საქმეს ეხება და წაადგება თუ არა. არ შეიძლება ასე, იმიტომ რომ თუ გუნავთ ასე ისედაც ბრალდებულებს გუნავთ, შეიძლება ამ კონკრეტულმა სიტყვას ჩვენი ცხოვრების ბედი გადაწყვეტოს და ამას თქვენ აწყვეტინებთ და არასდროს საშუალებას დაამთავროთ. როგორც მოისმინეთ, ბრალდებულმა რეზო კიკნაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე დაადანაშაულა ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, რადგან არ მისცა თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა. ამ პრაქტიკას უკვე მეორე ხტომა მოსამართლე შვანგირაძე იყენებს ამ ბრალდებულების წინააღმდეგ და არაერთი ბრალდებულის შემთხვევაში, როდესაც ჩაუთვლია, რომ ის არ ეხება საქმეს და კონკრეტულ შუამდგომლობას თუ საკითხს, ამ მოსამართლემ არაერთხელ შეაწყვეტინა ამ ორი ხტომის განმავლობაში ბრალდებულებს სიტყვა და
წინასხდომაზე მაგალითად გაფრთხილებებიც კი მისცა მათ. ახლა როგორც ნახეთ რეზო კიკნაძის შემთხვევაში მან ასევე შეაწყვეტინა სიტყვა, რადგან ჩათვალა რომ ის კონკრეტულ შუამდგომლობას არ ეხებოდა და მოყვა კიდეთ მცირე შეკამათება სხდომათა დარბაზში. გრძელდება ახლა სხდომა, როგორც გითხარით, ნახევრად დახურულ რეჟიმში, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, როგორც ადვოკატების, ასევე სასამართლოს მიმართ ეს პირადად ბრალდებულებმა, რომ მათი ოჯახის წევრები, მშობლები მაინც დაეშვათ დღევანდელ სხდომაზე. ასევე დღევანდელ სხდომაზე დასწრება სურდათ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებს, საელჩოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს, თუმცა არც მათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მოსამართლემ არ მისცა, რადგან ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა დატოვა ნახევრად დახურულ რეჟიმში. ის გამოფართობა ისე იყო მეგობრები ნახოთ და ოჯახის წევრები. მთელი დღის განმავლობაში 5 მარტს სასამართლოს მხრიდან დარბაზის მიმართ იყო მოწოდებები, რომ დაეცვათ წესრიგი. მიუხედავად ამისა, სასამართლო პროცესზე მუდმივად ხდებოდა წესრიგის დარღვევა და საბოლოოდ როცა ამან შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სასამართლოს აზრით სხვა ფორმით შეუძლებელი გახდა წესრიგის დაცვა სტომიზარბაში, მივიღეთ ის გადაწყვეტილება ნაწილობრივ დახურვით, ანუ იმ ფორმით, როდესაც ჟურნალისტებს ეძლებათ საშუალება და უფლება დაესწრონ პროცესს, ეს უზრუნველყოფს საჯაროობის პრინციპის დაცვას. მოსამართლეს გადაწყვეტილება სხდომების ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ ამ 11 დემონსტრანტის საქმე წინა სასამართლოს სხდომების ეტაპზე იქნება ნახევრად დახურული, რაც ნიშნავს იმას, რომ სხდომებს დაესწრებიან მხოლოდ მხარეები, ანუ პროკურორები, ადვოკატები, ბრალდებულები და მედიას გვაქვს შესაძლებლობა ამ სხდომებზე დასწრების და სხდომის გაშუქების ეტაპობრივად ჩვენ გაწვდით მასალას, თუ როგორ ვითარდება სხდომაზე პროცესები. ახლა სხდომა უკვე რამდენიმე საათია გრძელდება და როგორც გითხარით, დაცვის მხარე წარმოადგენს საკუთარ მტკიცებულებებს და ასევე მოითხოვს პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლობას. მადლობა კეთინა ადიბაიძე, საუბრობდა პირდაპირ ეთერში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება.